მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, რომ დაინტერესდით ჩვენი ბრიფინგის პრეს-რელიზი გავრცელდა დაახლოებით და რომ დაინტერესდით და მოხვედით ჩვენ მოსასმენად. ჩვენი შეკრების დღევანდელი მიზანი არის ქალბატონი მარინა ბერიძე, ყველასათვის ცნობილი ქალბატონი, განსაკუთრებით ტელევიზიებისთვის ამ 2 დღის განმავლობაში, რომელიც გამოდის და სრულიად გაუგებარ თემებზე ლაპარაკობს. ეს ქალბატონი გახლავთ, როგორც თქვენთვის ცნობილია, კულტურის სამინისტროში ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი. ეს ღონისძიებების დეპარტამენტი ალბათ მოგეხსენებათ რა მოვალეობას ასრულებს ჩაატაროს ღონისძიებები. წელს ამ დეპარტამენტს დავალებული აქვს საახალწლო ღონისძიება. ამ საახალწლო ღონისძიებასთან და ამ ღონისძიებას აფინანსებს კულტურის სამინისტრო და კონკრეტულად კულტურის სამინისტრო აფინანსებს მომღერლების ჰონორარებს და რა თქმა უნდა იმ სტუდიურ ჩანაწერებს, რომელიც იქ გაკეთდა. ჩვენთვის როგორც ცნობილი გახდა ამ საახალწლო კონცერტში ძირითადი წამყვან ძალად ჩართულია მარინა ბერიძე და ესეც უნდა იყოს, რადგან ის არის ღონისძიება, მართალი ის უარყოფს რომ არ იცის, მაგრამ ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ ის არის ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი, მას რას აკეთებს სხვას მარინა ბერიძე თუ ღონისძიების შესახებ არ იცის კულტურის სამინისტრო სახელმწიფო ხარჯები, ეს ხომ არ არის ის ჯიბიდან ამოღებული ფული, სახელმწიფო ხარჯები ვისში იხდება, მაშინ მე ვსვამ კითხვას, რა მოვალეობას ასრულებს ღონისძიების დეპარტამენტის უფროსი დღეს კულტურის სამინისტროში და თუ ის მერიისკენ გაიშვერს ხელს და ამას აკეთებს, რომ ამას მერია აფინანსებს და მერიის სიებია, შემდეგ მოგახსენებთ ბატონი კახა, რომ მერიის თანამშრომლები, კერძოდ ვისაც ეკუთვნის ეს მერიაში ეს საკითხი, ის მარინა ბერიძეს ასახელებს და აი ეს მომღერლები ქალბატონი ეკა კვალიაშვილი, კახა კუხიანიძე, კიდევ აგერ ეხა შევიტყვე რომ Facebook-ზე აჩიკო ნიჟარაძეც არ ყოფილა ჩასმული, რა თქმა უნდა მარიკა თხელიძეც მიუხედავად იმისა რომ მე მარიკა თხელიძის მამიდამ ვარ, ეს მინდა განვარტო, მე აქ არ მოსულ ვარ და არ გამოდივარ, იმიტომ რომ მე ვარ მარიკა თხელიძის მამი და მე ვარ სამოქალაქო სოლიდარობის დამფუძნებელი და სამოქალაქო სოლიდარობა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ყველა მოქალაქის უფლების დაცვა და ღირსების აღდგენა. ამისთვის იბრძვის სამოქალაქო სოლიდარობა და აი ამიტომ დღეს ჩემ გვერდში არიან კახა კუხიანიძე და ეკა კვალიაშვილი. მე მათ უფლებას, თუნდაც ისინი დღეს ბრიფინგზე არ მოსულიყვენ, მე მაინც მოვაწყობდი ამ ბრიფინგს და მე ყველა ადამიანის უფლებას დავიცავ, ვინც მარინა ბერიძესგან და მარინა ბერიძისნაირი ადამიანებისგან, არაპროფესიონალებისგან იქნებიან ხელშეხებული, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მარინა ბერიძემ არაერთ სატელევიზიო ეთერში თუ აგერ მინდევს წინ გაზეთ ალიასთან ინტერვიუ განაცხადა, თვითონვე აცხადებს ეს ქალბატონი, რომ თურმე ეკა კვალიაშვილი არ შეეფერება ინფორმაციას და იქ უფრო პრაქტიკული გამოცდილი მომღერლები არიან. დღეს თუ ვინმე დამისახელებს, რომ ეკა კვალიაშვილზე დიდი პრაქტიკა აქვს სცენაზე დგომის და დღეს თუ ვინმე მეტყვის, რომ ეკა კვალიაშვილზე უკეთესად მღერის საქართველოში, მაშინ ეკა კვალიაშვილი თავის სათქმელს ყოველთვის იტყვის და ამბობდა და ამაზე ეკა კვალიაშვილი უპასუხებს, მაგრამ მე როგორც უფლებადამცველი გიმეორებთ. და რაც შეეხება კახა კუხიანიძეს საკმაოდ ახალგაზრდა მომღერალია, წლების მანძილზე ის უკვე აღარც არის ახალგაზრდა მომღერალი, იმდენი ხანია სცენაზე დგას და საკმაოდ მოთხოვნადი მომღერალი იყო ყოველთვის და აი ზუსტად მაგაშია ჩვენ იმიტომ მიმართავთ დღეს კულტურის მინისტრს განცხადებით, მარინა ბერიძის კომპეტენცია იქნეს შემოწმებული, აგრეთვე იქნეს გადამოწმებული მარინა ბერიძის მოღვაწეობა 2009 წლებში, 2008 წელში, რადგან ჩვენ გვაქვს სრული დოკუმენტაცია და გვაქვს აგრეთვე ჟურნალისტური გამოძიების ძალიან სერიოზული მასალები ხელთ, რომლის საშუალებითაც ჩვენ მივმართავთ კულტურის მინისტრს გადამოწმებული იქნეს მარინა ბერიძეს ამ წლებში ამოღვაწარი კულტურის სამინისტროში. მე არ ვამბობ, რომ რომელიმე მომღერალთან ურთიერთობაში, აი ეს იყო სახელმწიფო დაწესებულების საჯარო მოხელე და აი საჯარო მოხელე ამ პერიოდის განმავლობაში
თუ რეებზე აწერდა ხელს, რა გადარიცხვებია მისი ხელმოწერით, ეს ყველაფერი იქნეს გარკვეული და მე როდესაც ეს გაირკვევა, მაგ რეაგირებას ვთხოვთ ჩვენ მინისტრს, აგრეთვე ვთხოვთ მინისტრს მივმართავთ, კი არ ვთხოვთ მივმართათ განცხადებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და პლუს ჩემს გვერდის ყოფი მომღერლები და ალბათ ხალისთვის უფრო მეტი მომღერალი შემოგვიერთდება, როდესაც დღეს ეს ჩვენი პრესკონფერენცია გაშუქდება, რომ მარინა ბერიძის კომპეტენციის საკითხი და მარინა ბერიძის განვლილ წლებში საქმიანობაზე აუცილებლად დადგეს სამართლებრივი შეფასება. და თუ ეს არ მოხდება კულტურის სამინისტროს მხრიდან, ჩვენ დავიწყებთ მოძრაობას და ეს დავიწყებთ მოძრაობას მარინა ბერიძის განთავისუფლების მოთხოვნით და ეს არ იქნება ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ამას ჩვენ ყველაფერს დოკუმენტალურად დავასაბუთებთ. რომ მარინა ბერიძე არ უნდა წყვეტდეს დღეს საქართველოში და მით უმეტეს კულტურის სამინისტროს სახელით ქართველი მომღერლების ბედს და მით უმეტეს ეკა კვალიაშვილის გამოსვლის საახალწლო კონცერტში და არ გამოსვლის ბედს. ეკა კვალიაშვილის თუნდაც მარიკა თხელიძემ საქართველოს სახელი არაერთხელ გაიტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ორგზის ეს უკრაინაში ორგზის სლავიანსკი ბაზრის გრან-პრის მფლობელია, ბულგარეთში ოქროს რტოს გრან-პრის მფლობელია, ამერიკაში 2 წელი ზედი წვევდნენ და გრან-პრის მფლობელია და ეხლა ვინმე იქნება მითხრას აი ასეთი ისტორიის მომღერლებს და ეხლა ეკა კვალიაშვილის რეგალიების ჩამოთვლა მწვენია კიდევაც, ამას რეგალია არ ჭირდება ეკა კვალიაშვილს. და ამიტომ ჩვენი მოთხოვნა არის რომ საბოლოოდ კულტურის სამინისტროში ამ გაცხადებით დადგეს პირველ რიგში მარინა ბერიძის სამართლებრივი შეფასება მოხდეს, მისი გავლილი შემოწმდეს მისი გავლილი საქმიანობა კულტურის სამინისტროში და დღევანდელი საქმიანობაც რა ფორმით არის ის, რადგანაც უარს აცხადებს რომ ამაში არ არის ჩართული, მაშინ გვიპასუხოს კულტურის სამინისტრომ თუ მარინა ბერიძე ამაში ჩართული არ არის, რატომ არის ის ამ ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი, რადგან აქ არის სახელმწიფო ხარჯებზე ლაპარაკი. დანარჩენს ხვალ ვიწვევთ სპეციალურ ბრიფინგს, რომელიც დეტალურად იქნება ყველა და შემოგვერთდებიან სხვა მომღერლებიც, დეტალურად იქნება ის დარღვევები, რაც ამ წლების მანძილზე და ეს შეეხება ალტერ ვიჟენს და ეს არის მეორე საკითხი, რატომ არის ჩართული ალტერ ვიჟენი, ამაზე ხვალ დეტალურად მოგახსენებთ ბრიფინგზე, გაფართოებულ ბრიფინგზე. ხაცა არ მინდა უბრალოდ ისე გაიგოს, რომ მე ხა კონცერტში ვარ თუ არა ვარ, ხა ეს სასაკითხი ძალიან დიდი ხანია გავიარე უკვე, რომ რა ხსოვთ კონცერტში ვიქნები, არ ვიქნები, ვიღაცა ჩამწერს, არ ჩამწერს, ამაზე არ არის საუბარი, აქ უბრალოდ დამოკიდებულება, აქ უბრალოდ აი ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება წლების განმავლობაში რაც ხდება, საერთოდ პირადად ჩემს თავზე ვისაუბრებ ახლა მე, ჩემს მიმართ და არ უნდა საუბრობდეს თუნდაც ეს ქალბატონი მარინა ბერიძე, აი ესე აი ყველაფერი პასუხია გაცემული ალიას ჟურნალისტებზე, რომ ნუ რაღაცა როცა არ ვარგიხარ, მაშინ ხმა არ უნდა ამოიღო, როცა პრაქტიკა არა გაქვს და რაღაცა ჯეოსტარელებს აქვთ ცოცხალ ორკესტრთან მუშაობა შეუულიათ, სიმღერა შეუულიათ ცოცხალი და ეს ჩემთან მიმართებაშია ეს დაწერილი და ეს ძალიან სასაცილოა, რომ ასეთ შეფასებებს აკეთებს ეს ქალი და აქედან გამომდინარე მე ბევრს არ ვილაპარაკებ, მე ეჭქვეშ დავაყენებ ახლა აი ამ შეფასებებიდან გამომდინარე, საერთოდ ამ ადამიანის კომპეტენციას, საერთოდ ამ სფეროში, საერთოდ რა უნდა, მე ვერ ხვდები უბრალოდ, არ აქვს უფლება ამ ადამიანს, რომ ვინმე შეაფასოს. მე რომ მაფასებს ესე და მე ხა პირდაპირ ვიტყვი, არ ჩამომართვათ ხა ძალიან ამ პარტავნებაში ნამდვილად არა, უბრალოდ მე ვიცი ჩემი პროფესიონალიზმი, მე ვიცი ჩემი შემოქმედების ფასი და მე ვიცი მე ვინ ვარ, ხო, შემოქმედებითად და პიროვნულადაც რა თქმა უნდა და ეხლა ადამიანი როდესაც ჩემ შემოქმედებას აი ესე შეაფასებს, რომელიც 36 წელიწადია ეს შემოქმედება მიდის და სულ არის და სულ თავისი რაღაცა ნიშა უკავია და თავისი რა ქვია სიმაღლე ასე ვთქვათ. ხო და ეხლა ადამიანი რომელიც ესე მაფასებს, მე ვთვლი რომ მას არ აქვს საერთოდ უფლება და ხო კიდევ ერთი რაღაც მინდა დავამატო, რომ სხვა შორის იყო ერთი საუბარი, რომ ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ ღონისძიებაში უნდა ყოფილიყავით რამოდენიმე 2 თუ 3 მომღერალი და
საბოლოო ჯამში საერთოდ მოხსნეს ეს საესტრადო კუთხე და რატომ? იმიტომ რომ ის ძველი მომღერლები, დავუშვათ ის ნაციონალურ მოძრაობის პერიოდში ვინც ჩანდა, დავუშვათ ეხლა რო ესენი ვამღეროთ, ისინი იმათ არ იფიქრონ, რომ ეხლა ესენი ამათ ჩაგრავთ და საბოლოო ჯამში გამოდის რომ დაჩაგრული ვარ მე. სულ დაჩაგრული ვარ მე და აღარ მინდა კაცო ეხა ვინ რას იფიქრებს როგორ იფიქრებს ხო შეიძლება გადანაწილდეს ისელა ამაზად ყველაფერი არავინ არავის არ ჩაგრავს ხო მაგრამ შეიძლება რომ ეს რაღაცა კონცერტებში ელემენტარულად ყველას რაღაცა თავისი ფუნქცია გქონდეს და გააჩნდეს მე კიდევ ერთი საკითხი არის მე დარწმუნებული ვარ რომ არასოდეს ესე იგი 9 წლის განმავლობაში არ გამოინახა და სანამ ეს ქალია ხო ნუ ეს ლაპარაკი ზედმეტია ნუ არტიმედიდან დაწყებული ამას თავისი აი ამას თავისი სიტუაციები აქვს კიდევ ჩემთან დაკავშირებით და ეს კიდე ცალკე თემა ალბათ ამაზე კიდე საერთოდ ცალკე ბრიფინგია მოსაწვევი და საერთოდ არ ვიცი რა ეს ქალი არის მე ვთვლი რომ ეს ქალი არის დამნაშავე ელემენტარულად დამნაშავეა, როდესაც შენ გაქვს ასეთი დამოკიდებულება, როდესაც შენ ანუ უახლოვდები ისეთ სიტუაციებს, ანუ იგივე კულტურის სამინისტროში, იგივე სამთავრობო სიტუაციებში, რომ გაქვს ეს როგორ არის ის ქართული სულდამობა, პალნამოჩი უფლება. ხო, რაღაც ეს ძალაუფლება, რომ რაღაცა შენ ის დაბლოკო ის რაღაცა ის გააფუჭო ის და შენ ესე იგი შენ არ იცი შემოქმედება რა არის ხო შემოქმედ ადამიანს რომლის სიცოცხლესაც წარმოადგენს და სიცოცხლის ენერგეტიკას წარმოადგენს აი ის რასაც მე ვაკეთებ დავშოთ სიმღერა რომ გააჩერებ წლები ხო შეიძლება ეს არის აი სიკვდილის მიჯის ტოლფასია როგორ აგიხსნათ ალბათ არ ვიცი, მართლა ხელოვანი ვინც არის, შეგიძლიათ კითხოთ და ალბათ დამემოწმება სულ ყველა რომ ეს ესეა. მე პირადად ხო მაქვს ასეთი მოთხოვნა, რომ მანდა ბერძე საერთოდ აღარ იყოს ამ სფეროში, არათუ კულტურის სამინისტროში. საერთოდ ხო შეიძლება რომ პენსიაზე გავუშვათ ეს ქალი და იყოს პენსიაზე და მოუარო შვილიშვილებს. ნუ დავიღალეთ უკვე, დავიღალეთ. და უკვე იმდენად დავიღალეთ, რომ მე მაგალითად უკვე გამჩერებელი აღარა ვარ. მე არ ვიცი, მე ვაცხადებ პასუხისგებლობით, რომ ვიბრძოლებ იქამდე, სანამ ეს ქალი საერთოდ აი მარტო სახელი და გვარი არ დარჩება ეს მეხსიერებაში. 10 წელია დაახლოებით არც ერთ გალა კონცერტში არ მიმიღია მონაწილეობა და ყოველთვის მაინტერესებდა თუ რატო ხდება ეს, იმიტომ რომ მე მინდა ვიდგე სცენაზე და ვიმღერო, იმიტომ რომ მე მაქვს ეს მოთხოვნილება, მაქვს იმის ამბიცია, რომ ვიმღერო და ჩემი შემოქმედება მივაწოდო ხალხს. და რა თქმა უნდა, ამის შესახებ ბევრჯერ დავინტერესდი და პასუხი ვერ გავიგე თავისთავად. და წელს სხვათა შორის მეგონა რომ ცოტა სხვა სიტუაცია იქნებოდა ამ ხრივ და რაღაცა არ ექნებოდა დაბლოკებს ადგილი. შევიტყვე რომ წელსაც არ ვარ სიაში და დავინტერესდი. გავარკვიე რომ მარინა ბერიძე ისევ არის ამ საქმით დაკავებული და ისევ კურირებს ასე ვთქვათ ღონისძიებებს და მომღერლების ჩასმა არ ჩასმას. რა თქმა უნდა თვითონ არის უარზე, რომ თვითონ არაფერ შუაშია, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ნეკა სეფისკვერაძე მითხრა კულტურის სამინისტრო აფინანსებს მომღერლების ჰონორარებს. კერძოდ ქალბატონი მარინა ბერიძის განყოფილება, ესე ვთქვათ და უშუალოდ მარინა ბერიძე აკეთებს სიებს, მომღერლების სიებს. როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა. მაინტერესებს საერთოდ როდის დამთავრდება ეს ყოველივე, საერთოდ შეგვეშვას მომღერლებს, იმიტომ რომ ყველა მომღერალი თითქმის არის ამ ქალისგან გამწარებული და დაღლილი უკვე თავისთავად. და მეც ეკა სიტყვებს გავიმეორებ, რომ დროა პენსიაზე გავუშვათ. ეს ალტელევიჟინი ალბათ იცით, აჩიკო გულედანის და ვახო ბაბუნაშვილის შეპესე არის და ეს შეპესე აწარმოებს მომღერლების სტუდიურ ჩაწერას, ანუ ახალ ამ პროდუქციას ქმნიან საახალწლო კონცერტისთვის. და ალტელევიჟინთან აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება
აღნიშნული საახალწლო კონცერტის დაკვეთისთვის და ზუსტად ხვალ რომ ბრიფინგს ვიწევთ, აი ბრიფინგზე გახმაურდება Alter Visions თუ 2008-2009-2010 წლებში ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოებიდან გამოსულს როგორ ეძლეოდა ეს კონცერტები, რა თანხებზეა იქ ლაპარაკი, რა თანხებს უხდიდნენ და ზუსტად ჩვენ ხვალ იმიტომ ვიწევთ ბრიფინგს, რომ აი სამართლებრივად გვინდა დავსვათ ეგ საკითხი და გავარკვიოთ ისევ სახელმწიფო ხარჯზე ხდება ამ კოლექტივის თუ ამ შეპესეს ცხოვრება, ისევ სახელმწიფო თანხებით უნდა იყვნენ, რომელ კონკურსში გაიმარჯვეს, იყო თუ არა ჩატარებული ტენდერი ამ საახალწლო კონცერტთან და რა პლუსები აქვს Alter Visions ისეთი, რომ აი ეს საახალწლო კონცერტი წელსაც დაუკვეთეს Alter Visions. არაფერი, ეს არის უბრალოდ მარინა ბერიძის კარგად გამოცდილი სქემა და კარგად შემუშავებული არიან და მინდა ვიტყვი, რომ ვალდეყობა კარგად კეთდება მან ფულიც. აი ეს არა ხო მარინა ბერიძე საერთოდ უარყოფს გუშინ მაესტროზე იყო მაგის საკითხზე გადაცემა რატომღაც მე არ მიმიწვიეს არა და ჩემით დაიწყო ეს ყველაფერი არც კი ჩამრთეს იმაში რა ქვია პირდაპირ ეთერში და ჩართეს სრულიად არ ვიცი სხვა ადამიანები რომლებსაც სხვა მომღერლები რომლებსაც ამ თემაზე ხმაც არ ამოუღია და გუშინ აღმოჩნდნენ რომ ამ თემით ყოფილან დაინტერესებული ხო და რაც შეეხება მარინა ბერიძე მართალია უარყოფს რომ ის ამ საქმეში არის ჩართული და ზუსტად მაგავსვამ თუ ის კულტურის სამსახურის ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი ამ საქმეში არ არის ჩართული ამ დროს კულტურის სამინისტროს ხარჯებით კეთდება ეს ღონისძიება ანუ უშუალოდ მომღერლების დაფინანსება. მაშინ რა მოვალეობას ასრულებს მარინა ბერიძე? რა მოვალეობას ასრულებს კულტურის სამინისტროში? იქნებ ამ მომღერლების სიაში ისეთი ვინმეა ჩასმული, რომ სიმღერა კი არა, ის არა ქვია, ლაპარაკი არ იცის. ეს არ უნდა გარკვეულიყო კულტურის დეპარტამენტი და მაგას ვსვამთ მაგის კომპეტენტურობის საკითხს და რაც შეეხება Alter Visions, ეს არის ერთად შემუშავებული სქემა Alter Visions და მარინა ბერიძე და ესენი ყოველთვის ერთად მონაწილეობდნენ ამ 9 წლის მანძილზე იმ ღონისძიებებში, რომელიც იყო ხელისუფლების მხარდაჭერი საკები თუ დარია თუ ავდარია. აი ასეთი ამბავი იყო და აღარ გვინდა ჩვენ ამ ქვეყანაში დარია თუ ავდარია. ამას თვითონაც ვერ უარყოფს. აი გაზეთში წეს რომ ჩვენ ქონდა რამდენიმე შეხვედრა თუ არაფერ შუაში არ არის რა შეხვედრებზე დადის. ქონდაო შეხვედრაო და გადავწყვიტეთ რომ რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა აი აგერალიაში მისი სტატია ხო ვერ უარყოფს ამ სიტყვებს. რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ამას გავამიჯნოდითო და ეხა სხვანაირად მომხდარიყო და რამტომღაც ეხაც არ ხდება სხვანაირად. რატო ის კარგად ნაცადი ხერხია და ამიტომ ეს ახალი ველოსიპედი ჩვენ არ გვინდა რომ დავიჯეროთ რომ ახალი ეს კარგად ნაცადი ხერხი ისე კულტურის სამინისტროში გააგრძელებს არსებობას. ჩვენ ეს არ გვინდა დავიჯეროთ და ამიტომ პირველ რიგში ჩვენ დიდი პატივისცემით მივმართავთ კულტურის მინისტრს ბატონ მირიან ოდიშარიას რომ დაინტერესდეს ოფიციალურად განცხადებით მიმართავთ რომ დაინტერესდეს ჩვენი განცხადებით რომ აი ზუსტად ეს არსებობა აღარ იყოს ესეთი მე რა მაინტერესებს იცი აი საერთოდ ეს ღონისძიებების დეპარტამენტი რა საჭიროა არ ვიცი საერთოდ რა საჭიროა ეს ხო ზედმეტი ხარჯია ხო არის ესეთი საუბარი რომ ფინანსები არ არის იქ ბიუჯეტი დაცარიელებულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ხო ზედმეტი ხარჯია ეს ხო აბსოლუტურად საჭირო არ არის ეს შეიქმნა ნუ რაღაც ერთი მანქანა ეთყობა ბიზნეს მანქანა ასე ვთქვათ და ეს ვფიქრობ რომ საჭირო აღარ არის კულტურის სამინისტროს აქვს იმხელა პოტენციალი რომ იქ დავუშვათ არ არსებობდეს ეს რაღაცა ღონისძიებების დეპარტამენტი და მით უმეტეს მისი დირექტორი მარინა ბერიძე ნუ საკმარისია უკვე სირცხვილია უკვე ამ თემაზე საუბარი იცით რა აქ არის უბრალოდ უკვე დამოკიდებულებაზე საუბარი თორემ მე ხა საახალწლო კონცერტში ხა ჩამსოვე თუ არა ეს ნამდვილად სხვა მეორე ხარისხოვანია ამ შემთხვევაში. უბრალოდ ეს ადამიანი გვინდა რომ მოგშორდეს და დავისვენოთ ამ ადამიანისგან, იმიტომ რომ აღარ შეიძლება უკვე ამ ადამიანის ატანა საერთოდ.
ქალი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა აფასებდეს მომღერალს მით უმეტეს, რომელიც არის პროფესიით აკომპანიატორი და დაკვრაც კი არ იცის. უმჯობესია ისწავლოს დაკვრა კარგად და თუ საჭირო იქნება, მერე, რა ვიცი, შევამოწმებთ როგორ დაუკრავს და იქნებ მერე სადმე დაიწყოს მუშაობა აკომპანიატორად. თუ სურვილი ექნება. არა, ჩვენც უარს არ ვეთქვით, როდესაც კონცერტები გვექნება, ოღონდ არა მარინა ბერიძის შესაძენილი, თუ რაღაც პრობლემა არ დავჩაგრავთ მარინა ბერიძეს და აკომპანიატორად აუცილებლად მოვიწევთ ოღონდ მაგის კონცერტებს. აკრუზე არავინ არ იმღერებს. ხო. და მოუწოდებთ კულტურის სამინისტროს აღარ იმღეროს მარინა ბერიძის დაკრუზე.